პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ ის პოლიტიკური ფიგურა არ არის, ამით ხაზს უსვამს, რომ ის ქვეყანაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ასეთია პოლიტოლოგების შეფასება. გია ხუხაშვილის თქმით, ზურაბიშვილი თავს ფრანგ პენსიონერად გრძნობს, მაგრამ ამავდროულად აპირებს ითამაშობს გარკვეული თემებითაც, მათ შორის სიტყვის თავისუფლებითაც. პოლიტოლოგი გია ნოდია კი აქცენტს ზურაბიშვილის ინიციატივაზე აკეთებს და ამბობს, რომ ცილისწამების საკითხზე საუბარი ნიშნავს, რომ პრეზიდენტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ფიქრობს. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არ თვლის საჭიროდ, რომ ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე კომენტარი გააკეთოს. ამას ამართლებს იმით, რომ ის თურმე არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა და ეს ღრმად არასერიოზული თეზისია სახელმწიფოს მეთაურისთვის. გამოჩნდა მისი პრიორიტეტები, რომ რაც პირადად მას ეხება, იმაზე თავს უფლებას აძლევს, რომ ილაპარაკოს ძალიან საეჭვო საკითხზე და რაც მართლა პრობლემატურია ქვეყანაში, ის მეორე ხარისხოვანი გახდა მისთვის. სალომე ზურაბიშვილს არ ქონდა პასუხი იმაზე, თუ რისთვის არის ის პრეზიდენტი. პირველ ბრიფინგს ეს უნდა ეჩვენებინა გარკვეულად, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ იმის თაობაზე, თუ რისთვის ავირჩიეთ სალომე ზურაბიშვილი, რა უნდა გააკეთოს მან. ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ფიგურა. გასაგებია, რომ ის პოლიტიკურ ფიგურას არ ეძახის, მაგრამ აბა რაღაც ხო არის.